ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძლიერი ოჯახის საყრდენი ის ქალია, რომელიც არის კარგი მეუღლე, კარგი დედა და ამ ყველაფერს თუ შესანიშნავად უთავსებს თავის პროფესიასაც, აი სწორედ ასეთი ქალები ქმნიან უკეთეს სამყაროს. ჩემი დღევანდელი მასპინძელი ყველა ამ თვისებას ფლობს. ამიტომაც გადავწყვიტე უფრო ახლოს გავცნობოდი მის ყოველდღიურ ცხოვრებას. დავინტერესდი, როგორ იწყებოდა მისთვის ერთი ჩვეულებრივი დილა. ნინო ბუაჩიძისათვის პროფესია შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ამ არჩევანს არ უწონებდა, მისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ყველასგან მალულად დაიწყო სულა მიზნისაკენ. ხო და აისრულა კიდეც ბავშვობის ოცნება. პატარაობიდან მქონდა ესეთი გეგმა, რომ უნდა გამოვსულიყავი მასაჟისტი. იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ყველა მეუბნებოდა, რომ არა, სხვა მიმართულებით უნდა წახვიდე და ეს უბრალოდ მეორე პროფესია იყოს და მე სულ ვამბობდი, რომ არა, ეს უნდა იყოს პირველი პროფესია და როდესაც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, სულ სხვა სფერო იყო და ჩუმად ჩავაბარე შიდა გამოცდები მასაჟზე და რომ მოხვდი და ამიყვანეს, მერე გავამხილე და დავიწყე სწავლა. და პატარა რო ვიყავი, თუ სადმე ან ტელევიზორში ვნახავდი, ან სადმე რომ მასაჟს აკეთებდნენ, ესე გავიხაზავდი ფეხს, წარმოვიდგენდი, რომ იყო ხერხემალი და ვაკეთებდი მასაჟს, ანუ სულ მინდოდა. პატარა ასაკიდან მინდოდა ყოველთვის, რომ მასაჟი მესწავლა და ჩემი პროფესია ყოფილიყო. ნინო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი პროფესია. მას აბედნიერებს საქმე, რომელსაც აკეთებს და ის განაპირობებს იმ შედეგს, რასაც ის ხედავს. პროფესიის სიყვარულთან ერთად მასში იმდენად დიდია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ეს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიხატება. სწორედ მისი ასეთი ხასიათი განაპირობებს იმ მოწესრიგებულ, იდეალურ გარემოს, რაც მასთან სამსახურში სტუმრობისას დაგვხვდა. მისთვის ეს კედლებიც ისეთივე ძვირფასი და მშობლიურია, როგორც ოჯახი. ჩემი მიმდინარეობა ეხა როგორ ხდება, ანუ 0 თვიდან, დაბადებიდან ბავშვებს ვუკეთებთ მასაჟს ზრდასრულ ასაკამდე. მასაჟი მოიცავს სხვადასხვა დაავადებებს, მაგალითად ოსტეოხონდროზი, სკოლიოზი, ლორდოზი, ვალგუსური ტერფის გადახრა, მტყელტერფიანობა და სხვადასხვა დაავადებები. ასევე ვაკეთებ ქალბატონებში ანტიცელულიტურ მასაჟს, ტანის კორექცია. ასევე ვაკეთებთ სარელაქსაციო მასაჟს, სხვადასხვა ტიპის სარელაქსაციო მასაჟი არის, კლასიკური, მოტოროსენსორული და სხვადასხვა. ასევე ვაკეთებ ბიჭებზე მასაჟს მხოლოდ 14 წლამდე, ესეთი გარკვეული ზღვარი მაქვს დაწესებული. ნინო ბუაჩიძე ნამდვილად გამოირჩევა პროფესიისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობით, შრომის მოყვარეობით. მისთვის მთავარია შედეგი და კმაყოფილი პაციენტი. მშობლებისთვის კი დიდი ფუფუნებაა, როდესაც პროფესიონალს ანდობ შვილის ჯანმრთელობას. უკვე მეორე კურსიდან ლექტორმა გაგვიყვანა თავისივე კლინიკაში და იქ უკვე დავიწყე პრაქტიკული მუშაობა. როდესაც ვასრულებდი 1 წელი დაახლოებით ვიყავი საქველმოქმედო ფონდში ცერებრალულ დამბლიანებთან და ესე სახლში ვაკითხავდით პაციენტებს მე და ჩემი რამოდენიმე კურსელი. და 1 წელი ვემსახურეთ ზუსტად ამ სფეროს. მის შემდეგ იყო ესე კერძოდ მუშაობები, პატარ-პატარა სამსახურები. შემდეგ დავიწყე თბილისში მოღვაწეობა. რამოდენიმე წელი ვიმუშავე. მერე დავბრუნდი ისევ ჩემ მშობლიურ ზესტაფონში და აქაც უკვე კარგახანია ვმუშაობ. ცოტა მქონდა ჩავარდნა ბავშვის გაჩენის გამო. შვილი როდესაც შემეძინა ცოტა სანამ არ წამოვზარდე ვიყავი გაჩერებული, მაგრამ რო ვთქვათ 19 წლიდან აი დღემდე ამ სფეროში ვარ და ვმუშაობ.
და არ გადამიხვევია გზით. ასე რომ გელოდებით ჭანტურიას ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 599 02 42 27. გისურვებთ ჯანმრთელობას.